ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელი, სადაც შიდა საუბნო გზები კეთდება. კართუბანში 1430 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. ეწყობა სანიაღური არხები, ცხაურები და საკარმიდა მონაკვეთებამდე მისასვლელი ხიდები. პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 767,000 ლარს აჭარბებს. სოფელ კართუბანში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 1 კილომეტრ-ნახევარზე მეტ მანძილზე მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი, ასევე მოწყობილია კაპიტალური სანიაღური არხები, ეწყობა ეზოების შესასვლელები. პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, მისი ღირებულება 813,000 ლარს აღემატება. პარალელურად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს კიდევ სხვადასხვა ლოკაციებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფელ ბაღდადში, სოფელ მსხალგორში. ძალიან კარგი საქმე კეთდება, აქ გზა იყო, მაგრამ მას გზა არ ერქვა რა, ისეთი ობრუები და ის იყო წვიმაში ვერ გაივლიდი. პერსფეხი და მანქანით ხო საშინელება იყო. არც სანეღური ყო და სანეღურიც კარგად გაკეთდა, ყველაფერი კარგად კეთდება, მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. უმაღლეს დონეზე გეთება ყველაფერი. აქ 2 საუკუნეზე მეტი ეს სოფელი არსებობს. არც სანიაღური, წვიმაში, ყინვაში ხო ზედმეტი აქ საერთოდ გაუსაძლეს იყო გაბლა გამოვლა და ყველაფერი კეთდება ისე რომ არ ვიცი, უმაღლეს დონეზე. ახლა მაყოფილები ვარ მთელი სოფელი.